გამარჯობათ დღეს 11 იანვარია, რა თქმა უნდა 2025 წელი 19 საათი და 53 წუთია. არ ვაპირებდი ახლა ეს პირდაპირ ჩართვას Facebook-ის, რა ქვია მაგას, რას ეძახიან, live-ს ეძახიან, მაგრამ ამ Facebook-ში ვიყავი, გადავხედე ამ პოსტებს, კომენტარებს და ვიფიქრე, რომ რამდენიმე წუთი შემოსულიყავი და ჩემი მოსაზრება, ჩემი სათქმელი მაინც აი აქ მელაპარაკა. ახლა რამ გამოიწვია ეს? გუშინ წინ ვისაუბრე მე ესე ვთქვათ, ამ უკვე არაბიზაციად რომ შეარქვეს, არაბიზაციად წოდებულ თემაზე და დეკემბერში ვილაპარაკე, ესე იგი გუშინ დამატებითი ჰქონდა ჩართვა და დღეს რომ გადავხედე ძალიან შევწუხდი, ესე იგი რა ხდება. ეს გარდა არაბიზაციისა პარალელურ რეჟიმში არის აგიტაცია, აგიტაცია კი არა, თითქმის ძალადობა არის, ძალადობრივი გზით მიდიან და ხალხს თავს ახვევენ, რომ საქართველოში ეს ტურიზმი არის ძალიან მისაღები და მომგებიანი. რომ საქართველოს აი ეკონომიკა და რამე და ყველაფერი ტურიზმზე არის აგებული. და მაგალითები ვაყავთ, ხო კი ბატონო. ხო და მინდა ახლა პატარა ჩემი შედარება გავაკეთო და აზრი გამოვთქვა. ტურიზმი ახლა არ არის ცუდი, ხო? ყველა ტურისტებიც ყოფილი ვართ და ვინც არა ყოფილა კიდე გაუგონია და ქვეყანაში რომ შედის ტურისტი, ფული ეხარჯება, რა ქვია, ფულს ვალუტა ქვია, უცხოელების, უცხო ქვეყნის ფული შედის და ბალანსი უკვე რაღაცნაირად რეგულირდება ადგილობრივ ფულთან შედარებით. ხო და ეს ხალხი, ვინც დღეს და გუშინ და ასე შემდეგ ამ ტურიზმს უჭერენ ხალხს და აგიტაციას უწევენ ამას და პროპაგანდა მიდის ძალიან დიდი, არ მიმაჩნია მე ეს კანონზომიერად, საქართველოსთვის გამოსადეგად, ქართველი ერისთვის. ხლა რატო? კი, ტურიზმი არის მაგალითად, ყველაზე დიდი ტურიზმი არის, ვთქვათ, ევროპაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში. კი ბატონო, რატო ხო, იმპერიული ქალაქები იყვნენ და ეს რომი ცნობილია თავისი არქიტექტურით, ძეგლებით და ყველაფერი ეს არის ხო გაწვალისწინებული და ესპანეთიც, რა თქმა უნდა, მადრიდი, ბარსელონა, საფრანგეთი, პარიზი, მარსელი. პარიზი მაგალითად ცნობილია სიმბოლო არის პარიზისა ეიფელის კოშკი. და წარმოიდგინეთ, რომ იმ ეიფელის კოშკზე ზოგი აი იმას უეძახის, სტოლბას ეძახიან, ამ სტოლბაზე ადის წელიწადში დაახლოებით 8 თუ 9 მილიონი ადამიანი. ფასიანია, რა თქმა უნდა, ისე კი არ არის და სულ რიგი არის. მე მაგალითად 98 წლიდან საფრანგეთში ჩამოვედი და რამდენი წელი გავიდა, ხო, 37 თუ 38 და ერთხელა ვარ მარტო ასული. ისიც საქართველოდან ჩამოსულ ხალხს გავყევი და ეგ იყო და ეგ. ხო და წარმოიდგინეთ 8 მილიონი თუ 9 მილიონი ყოველ წელიწადს ადის ამ იმაში. ტურიზმი, ეგ არის ტურიზმი, ხო? მაგრამ ეხლა რა ხდება? ის იტალიაც, ესპანეთიც, საფრანგეთი, ინგლისი, ძირითადად ლონდონი, ხო? დიდი ქვეყნები არის,
მრავალმილიონიანი ერია, ინგლისელებიც, ფრანგებიც, ესპანელებიც, იტალიელებიც და ასე თუ ისე ნაკლებად საშიშროება არის ეს ტურიზმი მათთვის და უმკლავდებიან ამ ტურისტს თავისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგრამ რა ხდება ახლა პატარა ქვეყნებში? მე წინა გადაცემებში, საუბრებში ვახსენე სინგაპური და რა არის სინგაპური ხო უკვე ვთქვი პროცენტულად რომ ადგილობრივი მოსახლეობა დარჩა 14%, 15 მაქსიმუმი და ენა გაუქმებულია. ადგილობრივი მალაიელების ენა აღარ არის. ინგლისური არის და ჩინელები არიან დაახლოებით 75%, ინდუელები 8 თუ 9%, 10%-მდე და ეს სინგაპური არის ძალიან ტურისტული ქვეყანა, რა კუნძული არის ფაქტიურად, ხო და იმ ხალხს აღარ შერჩა ესე იგი თავისი ეროვნული მეუბა. აქეთ უფრო ახლოს გადმოვალ მე საქართველოსთან ახლოს, თქვათ, პატარა ქვეყანა არის ლიბანი. თავისი დედაქალაქი ბეირუთი, რომელიც ცნობილი არის არანაკლებად, ვიდრე, თქვათ, წეღარო ვთქვი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პატარა ქვეყანა 10,000 კვადრატული კილომეტრია სულ, მთელი ტერიტორია, ბეირუთი არ არის, ახლა ტოკიოსავით და მექსიკასავით 30 მილიონი და დიდი ქალაქი არ არის, მაგრამ მთელი ქვეყანა თითქმის არის ტურისტული. ბეირუთი. მე გავიმკვირდა მაგალითად რომ მითხრეს და მე შევამოწმე და მართალი აღმოჩნდა რომ პარიზში მაგალითად რესტორნები რომ არის პარიზში ყველაზე მეტი ყოფილა ლიბანური რესტორანი. რა ხდება რატომაც? ხო და ვინმე მეხლა ვინც მოისმენს ამას ეს რო იტყვია ხოლმე დაგუგლაო და ესა დაგუგლისა და გუგლის გარეშე უბრალოდ იმ წუთში გაიფიქრეთ და დაასახელეთ ვინმე ლიბანელი ცნობილი მსახიობი ან მწერალი, მეცნიერი ხო? შეგიძლიათ? არ არის ასეთი, ესე იგი, ლიბანში მოსპეს ფაქტიურად მეცნიერება, მოსპეს მწერლობა, გინდა მსახიობი ვინ არის ლიბანში, რა მსახიობი უნდა იყოს, ხო? ტურისტული ქვეყანა არის, ფრანგული ყველა მიცის, რატო იციან ახლა? კათოლიკური სარწმუნოებაა ლიბანში, მუსულმანური და კათოლიკური. იმ მუსულმანებმაც ყველა მიციან ეს ფრანგული, საერთაშორისო ენა კიდე ინგლისური დამატებით, ერთი ენის ცოდნა არ აკმარა, ხო და? საფრანგეთშიო ჩადიან, ისე იღებენ მაგალითად ლიბანელებს, როგორც ფრანგებს. ფრანგული იციან, ფრანგული სკოლა აქვს დამთავრებული, ხო და ამ საფრანგეთში ლიბანური რესტორნები ყოფილა ყველაზე მეტი, თვითონ ესე იგი ფრანგულზე მეტი. ლიბანური ან ფრანკო-ლიბანეს ასე ეწერია რესტორნებს. ფრანგულ-ლიბანური, ხო? ისტორიულად რო ავიღოთ, აგერ კუბა იყო შეერთებული შტატების ეგერ თითქმის ცალკე შტატი არ იყო, მაგრამ ის იყო რა ქვია, დამხმარე რაღაცნაირად რა დავარქვა არ ვიცი. ბორდელი იყო ამერიკის შეერთებული შტატების, კუბა იყო და სანამ ბატისტა იყო, იყო იქ ბიზნესიც იყო, ეს ტურიზმიც იყო, ხო. და ეგერ ისი ამოვიდათ ამ კუბილებს ეს ყველაფერი ღირსება აღარ შეერჩათ არაფერი და ეგერ ცხონებულმა ფიდელ კასტრომ თავის მეგობარმა ჩე გევარამ, რაულ კასტრომ და ასე შემდეგ რევოლუცია მოახდინეს იარაღი აიგეს ხელში. თან კიდე ფიდელ კასტრო ის არ იყო ღარიბი ოჯახიდან არ იყო, შეძლებული ოჯახიდან იყო და არ უჭირდა ისე რომ რა ქვია პროლეტარი არ იყო რა მოკლედ. იძულებულები იყვნენ
რომ აი ასე მასაქნა და ამერიკას დაუპირისპირდნენ რა ამერიკა კაპიტალისტურია, იმან სოციალიზმი მოინდომა და აი ეს უთანხმოებაში ჩავარდნენ, ესე იგი და ეს პოლიტიკური ესე იგი სხვადასხვაობა მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის. ნუ ტურიზმზე ვლაპარაკობდი. ტურიზმი რა არის ახლა? საქართველოში რო წარმოვიდგინოთ, ნუ სხვა ქვეყნებიც არის, რა თქმა უნდა. ხო და მაგალითებზე მეტი რა არის და რა არის ტურიზმი? აი საქართველოში ახლა წარმოვიდგინოთ. ჯერ სულ ნუ უკვე ვილაპარაკე ამაზე. საბჭოთა პერიოდში 99 წლის აღწერით იყო 5.450.000 მოსახლეობა. აქედან ნუ ვარაუდობენ რომ 70% ზოგი იძახის 93% იყო ქართველი, დაახლოებით 4 მილიონი ქართველი იყო. ხო და 99 წელი რა არის, თითქოს 2 წელში დამოუკიდებლობა გამოცხადა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ზუსტად გამსახურდიამ წაიკითხა ეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დღეს არის საქართველოს 3.700.000. ნუ ასე იძახის მთავრობა და ოპოზიცია თალახმა არის. ამ 3.700.000-ში უკვე თქვი კიდევაც და კიდე გავიმეორებ, გამეორება ცოდნის დედაო და 1.300.000, 1.340, 1.200.000, ნუ აი ამ რიცხვებზე არის ლაპარაკი და პროცენტებში რო გადავიყვანოთ 35% გამოდის ქართველი საქართველოში და არა ქართველი უცხოელი 65%. წინა გადამოცემაში თქვი კიდევაც რომ ეს უკვე სიკვდილს ნიშნავს, იმიტომ რომ მაგალითი მოვიყვანე დამწრობისა გამეორება მიხდება რომ 65% თუ აქვს ადამიანს კანის დამწრობა, სადღაც მოხდა ხო და ცხონოს ღმერთმა Facebook-ის მეგობარი მყავდა გუნცაძე სოსო და იქ სადგურზე თბილისში რაღაც ის ბეზო გასამართი სადგური აფეთქებულა და დამწრობა ჰქონდა. ხო და ნუ დიდი რაღაცა, არ ვიცი მე, ნახევარი 50 თუ მეტი 55% დამწრობა ჰქონდა და ასე თუ ისე გადარჩა, მაგრამ იმ დამწრობის იმის გამო მაინც საწყალისოსო გარდაიცვალა. ხო და რას დაუკავშირე ეს რომ 65% თუ Google-ში შევედი, მე ექიმი არ ვარ და ამის გამოცდილება არ მაქვს, ხო და Google-ში ვნახე რომ 65% თუ აქვს ადამიანს დამწრობა, ის ხდება უკვე. სიცოცხლის უნარიანი აღარ არის. ხო და 65% თუ არა ქართველია საქართველოში, ნუ იგივე თუნდაც რა ქვია რომ აგვიჩემებია რეფერენდუმი და ან არჩევნები ან გამოკითხვა რომ მოხდეს, სწორედ ის უცხოელი იქნება მოგებული. და ქართველი სად არის? აი ეს არის, ხო. და ეს ტურიზმი რა არის საქართველოში, რა მოხდება? სასტუმროები, იმ სასტუმროში ვინ ჩამოა ის უცხოელები უნდა მოემსახურო, მომსახურე პერსონალი ვიქნებით ქართველები და ამავე დროს იმ მარტო სასტუმროები არ არის, ხო, იმ ტურისტებს კაზინოები არის კიდე, ბორდელები, სექს-შოპებს ეძახიან აქ ევროპაში. ხო და რა მოხდება, ესე იგი ამ ტურიზმით საქართველოს გადაიქცევა კაზინოების, სექს-შოპების, ბორდელების და სასტუმროების ქვეყნად. შემოსავალი ექნება სასტუმროს, იქ ვინც არიან მომსახურე პერსონალი, ბორდელშიც რო იმუშავებენ, ექნებათ ხელფასი, კაზინოებში და ტრანსპორტი, მაგალითად იმას ტრანსპორტი უნდა, ხო? ტრანსპორტი და დასაქმებული იქნება ხალხი, არაფერი პრობლემა არ იქნება, თან მით უმეტეს რომ ქართველი ნაკლები იქნება და ვიღა შეეკითხება ქართველს,
როცა უკვე 65% უცხოელია და რავი რომელი ერთზე ვილაპარაკო ხო წეღან კი არ წეღან მეთქი გუშინ რო ვილაპარაკე და ჩემ Facebook გვერდზე დევს აი მასში რა ქვია ნარიყალას გვერდზე ქუჩა რო არის რა ქვია არ ვიცი ხო და იმ ნარიყალას ძირში რო არის მეჩეთი იმ ქუჩაზე გადაკეტილია ფაქტიურად და ეს მუსულმანები ლოცულობენ დღისით გასასვლელი რა თქმა უნდა არ იქნება ხო და აი ეს არის ესე იგი მუსულმანების ქვეყნად იქცევა და ქართველებს არავინ აღარ დაეკითხება და იმისთვის ეს ქვეყანა არ ექნება ის სამშობლო და ისე უყურებენ როგორც აი გასართობ რაღაც ატრაქციონს საქართველო გადაიქცევა ამ უცხოელების ატრაქციონად და მეტი არაფერი არ იქნება გახსნიან იმას როგორც აი ვაქარი რა ქვია იმას ბავშვებისთვის ჯანდაბა დამავიწყდა ერთხელ ავარ ნამყოფი და დისლეილენდი და არის მე რაღაცა ამდაგვარი დისლეილენდის მაგვარები და ესეთი ისენი იქნება გახსნილი გასართობი ესე იგი საქართველოს და რა იქნება ეხლა რო შენდება ისინი რა ქვია მთელ ტერიტორიაზე არაბები ყიდულობენ და ისინი იმითი მიწა იქნება ის მეპატრონე რო არის და რო იყიდა ხო დღეს აღარ უშვებენ ქართველებს არის აგერ ტელევიზიაში ჩართული იყო ვიღაც გოგო იძახის რომელიღაც სოფელი არ დამავიწყეს წეროვანი თუ კასპთან ახლოს რა სოფელი არის 100 კომლიანი ოჯახი ვართო და 5000 არაბი ის არისო რა ქვია დასახლებაო და გვემუქრებიანო რომ ჩაქოლავთ გაგანადგურებთ და ეს არის ტელევიზიაში მე ხო არ ვიგონებ ტელევიზიაში არის ეს ხო და წარმოიდგინეთ რომ ქართველს რომ საერთოდ არ ექნება არანაირი პროტესტის უფლება კი არა შანსიც რო აღარ ექნება მით უმეტეს დღეს წინა გადაცემაში თქვი წინა საუბარში რომ საქართველოში არის ანტიეროვნული ხელისუფლება კი ქართული გვარები აქვთ მე არ ვიცი ქართველები არიან თუ არ არიან ყოველ შემთხვევაში ქართული ცნობიერება არ აქვთ ქართული შეგნება არ აქვთ და სადღაც იცით გამართლება შეიძლება ამ ხალხისა ქართველი ხალხი ქართველი ერი რო თქვა უკვე მეუხერხულება ქართველი ერი აღარ არსებობს ეს დავწერე მე იმაში რა ქვია სოციალურ ქსელში ესე იგი ქართველი ერი კი არა ერის ფუნქციას ვეღარ ასრულებს ერის ფუნქციას კი არა ტომობრივი ის აღარა ფუნქცია კლასიკური გაგებით ვიძახი და საქართველოში ქართველი არის უკვე დიასპორა ვართ მეტი არაფერი მეც რომ ლაპარაკო მე საქართველოში არ ვარ ხო და 2 მილიონ ნახევარზე მეტი თუ 3 მილიონი უცხოეთში არის და ამავე დროს ვინც საქართველოშია კიდე და რატომ რაღაცნაირად შეძლეს ესე იგი მატერიალური ის ქონდათ პრივილეგიები თუ რამე და დარჩნენ ამ საქართველოში და ვინც ესე 2 მილიონ ნახევარზე მეტი ქართველი უცხოეთში აღმოჩნდა პურის ფული ვეღარ იშოვეს და სიცოცხლის გადარჩენისთვის წავიდნენ უცხოეთში და აი ამ მდგომარეობაშია საქართველო 2 მილიონ ნახევრიდან 3 მილიონამდე რაღა დარჩა ხო და მილიონი დარჩა საქართველოში თუ 1,200,000 მინდა 1,300,000 რა მნიშვნელობა აქვს როგორც ბატონი დემურ გიორხელიძე იძახის შარშანო ეხლა აი ახალი ვიდეო არის 200 რამდენიღაც არ შემეშალოს 240,000 მგონია 1000 ქართველი წავიდაო საცხოვრებლად უცხოეთში რატომ გაჭირვების გამო ხო გაჭირვების გამო და ამის მერე კიდე უფრო მეტიო და ბიჭო 1,300,000 თუა დარჩენილი და
240,000 გავიდა და კიდე თუ გავა ნუ სხვები იზახიან რომ საშუალოდ წელიწადში 100-120,000 ქართველი გადის. ეგ არის და მორჩა გათავდა. ხო და ფაქტიურად საქართველო დამთავრებულია. ქართველი ერი აღარ არსებობს და თუ ვინმე ქართულად ლაპარაკობს, ეს არის დიასპორა და ეს დიასპორაც არის დაყოფილი, ხო? ისები, პროები, პროამერიკელი, პრორუსი, პროთურქი, პროარაბი, ეს ისტები, რა ქვია იმას, ზვიადისტები, შევარნაძისტები, კიდევ ვინ იყოს, მიშისტები, სააკაშვილი კინაღამ დამავიწყდა კაცო. ხო, როდის გამოუშვებენ მაგას კიდე უფრო მეტი გამხიარულდება საზოგადოება, ხო და ეხლა ბიზნესტები, ხო და ჯერ ესე იგი ზვიადისტები ურევენ. აი საწამლავივით არის, ესე იგი საქართველოსთვის, ქართველისთვის ეს ზვიადისტები. უკვე რამდენჯერმე დამიწერა რომ ამ თემაზე ვილაპარაკეო რა. რომ ზვიადს ასე მიიჩნევენ და გმირია და დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ისა და ნუ ახლა ვინ არის ეს ხალხი მე ხო არ ვიცი რა იქნება ვინ ან კაკებეს ყოფილი ისენი არიან აგენტები დავალებულები რომლებიც არიან და ვერ გამოსულან იმ რაღაც რა დავარქვა გავლენიდან ხო და აი ასეთი მდგომარეობაა საქართველოში ბატონო იმ ზვიადისტებიდან მერე შევარნაძისტები მერე ისა და ისტები და პროები და მერე ეს რელიგიური სექტები კიდე ამავე დროს რელიგიურ პოლიტიკური სექტები ხო და რა ვიცი ახლა რა გითხრათ და ჯერ სულ მილიონი დარჩენილი ამ მილიონში კიდე დაყოფილი და ისა და რა ვიცი აღარ ეშველება ქვეყანას ნუ ამ თემაზე ალბათ ცოტა მეტი მომიწევს ლაპარაკი და უფრო რა ვიცი მე რომელი საათია დღისით ალბათ ხო და ნუ აი ეს მინდოდა მეთქვა რა მოკლედ აი ეს მოკლედ ჩართვა ბევრს არ ვილაპარაკებ არ გადაკლით ხო და ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს რომ იცოდეთ აი რო იტყვიან ხოლმე გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო და მახსენდება ისა ფილმი იყო საბჭოთა დროს ძალიან მიყვარდა ეს ფილმი რა ერქვა შტირლიცი იყო ხო იმაში მე-17 გაელვება თუ რაღაცა ერქვა და იცოდე გაზაფხულის მე-17 გაელვება და იქ შტირლიცი იყო ასეთი მთავარ როლში და რომ დაიჭერენ და ციხეში არის ფიქრობს ნუ ყო მორჩა უკვე დაღუპულია რაც ხო გესტაპოში არის და იტყვის იგი ნუ ფიქრობს ესე იგი და გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო და მართლა მონახავს რაღაც მომენტს და იტყვის რაღაცას და გაიმართლებს თავს ნუ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს რა თქმა უნდა და ამ Facebook-ში ხშირად მესმის ღმერთო გიშველე, რა გვეშველება და ასე და ნუ მეც დამიწერია და სხვებიც უკვე წერენ რომ ხელი გაანძრიე და გიშველიო. თუ ესე იგი ქართველმა არ გაანძრია ხელი და არაფერი არ გააკეთა ღმერთი იმას ხوار გამოაგზავნის რა ქვია ჯარს და იმას დეპუტატებს ხوار გამოგიგზავნით და გინდაც გამოაგზავნოს კაცო. ვინ შეუშვებს იმ პარლამენტში იმ ერთის გამოგზავნილ დეპუტატებს? არ შეუშვებენ კაცო. ხო? ნუ ამ თემაზე სხვა არის კიდე რატო არის ეს ივანიშვილი რა ქვია მეფის თუ რა დავარქვა ნუ ფარაონი არის ფაქტიურად საქართველოშიო მონათფლობელური წყობა არ იყო და აგერ ბატონო ეხლა არის მონათფლობელური და ამ იმას თანამდებობა არ აქვს ივანიშვილს და ფარაონი მაინც დაარქვით ხალხო ფარაონი დაარქვი და იქნება ეს ფარაონი და ეგვიპტელები ისაო რა ქვია ტუტანხამონიო რომ 3000 წლის წინანდელი იმას იხსენებენ და მეცნიერებმა დაადგინესო თან იმან კი არა ქართველმა კი არა კაცო შვეიცარიელმა მეცნიერებმა რომ
ტუტანხამონიო ქართული კავკასიური წარმოშობისა არისო გენეტიკურად ADN-იო თუ რა ქვია იმას გენეტიკურად დაადგინეს ეს და რა თუნდა აგერ ივანიშვილი ის არის ხო და პირდაპირ შეიძლება აუღოთ ეს ხვიცა დნმ-ია თუ რაღაცა და დავარქვათ ფარაონი და იყოს ბატონო ის მაინც ეწოდინება რომ ფარაონია ეხლა კიდე თანამდებობა არ აქვს და ისე მართავს და მე რო უკეთესად იქნება მართოს კაცო ეხლა უძნელდება გაყიდვა გაიგეთ და მაშინ ჩემია ვითყვის და ფარაონი ვარო და სულ ყველას ეთქვის მე დავაი და ახვიეთო და თან კიდე რუსული მთავრობაო და რუსულად ეთქვის ყველას გასაგებად დიდი ნახვი და მორჩა გათავდა ნუ კაი ხუმრობა იქით იყოს და ხლა ხუმრობაში ნახევარი სიმართლეა ფარაონის როლი შეთვისებული აქვს ეგ არის რომ ნუ არ აქვია და არ ვეძახით და აგერ მე დავარქვი ბატონო და დავაპატენტებ ესე იგი ამ სახელს ფარაონი ბიძინა ივანიშვილი უწოდოთ პირობითად ხო მოკლედ ასე არის საქმე ჩემო ბატონებო კიდე ახლა რაღაცები მომივიდა აზრად ახლა იმას რო გავყვე კიდე უფრო გამიგრძელდება ლაპარაკი და მოდი ამჯერად დავამთავრებ საუბარს ვინც მისმენდით ვინც მოისმენს ამის შემდეგ მადლობა ყურადღებისთვის გაიხარეთ კეთილმა ადამიანებმა რა თქმა უნდა გაიხარეთ და ბოროტები კიდე ღმერთმა მოსპოს და გაანადგუროს რამდენი საქართველოს მტერიც არის ჩვენ არ შეგვიძლია და ღმერთი თუ დაგვეხმარება და ღმერთი თუ მოსპობს და გააკრებს აბა მადლობთ და საიდან ჩავაქრო ეხლა ვეძებ მე აი მე მგონი აგერ არის ხო კი